ფრედ დაასრულა შეხვედრა და 4 ქულა აქვს და მე შახტება ასევე აქ ნახოთ ეს ეპიზოდი მაკარიძემ გადაარჩინა თავისი გუნდი პირველი მომენტი შექმნეს დინამოელებმა ვნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით განმეორებით ეს ეპიზოდი მარჯვენა ფლანგიდან ცდილობდა გვასალია თამაშის გამწვავებას მშვენიერი გადაცემა გაკეთდა და მე უკვე ხარაიშვილის დარტყმა ვიხილეთ და მაკარიძემ გადაარჩინა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ განმეორებით ევროპის თასების ფლობელთა თასის ფლობელი 1991 წელს აქ არის შანსი იბერიელთა კაპიტანი იყო აქ ურამ გოშთელიანი გატანასთან ახლოს ვარიანტი რომ პასი გაკეთებულიყო დადიანის მიმართულებით დადიანი შეტევაში აქტიურად ერთვება დღევანდელ თამაში როგორც ჩანს საქართველოს ევროტურნირებზე ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ მარჯვენა ფლანგიდან შეიძლება დარტყმა და გადარჩა აქ იბერიამ მშვენიერი შანსი რომელიც აქ დინამოელებმა ვერ გამოიყენეს პრინციპში ის კალენდარი აქვს დაახლოებით რა კალენდარიც იბერიას ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ შეიძლება გატანა დარტყმა ლორია მაგრამ მერე შემდეგი დარტყმა განეიტრალა ღუდუშაურის მცდელობა და გადაარჩინა თავისი გუნდი ჭიდროდ იყვნენ ძალიან გაიცნო ქართული ფეხბურთის შემატკივარმა ჩაწოდება და ლორია თამაშობს კარგად მშვენიერი შანსი რადგან ლორიამ ითამაშა კარგად კიდევ ერთხელ განმეორებით დადიანი რომელმაც აქ მშვენივრად იმოქმედა უკვე ამ 25-27 წუთის განმავლობაში მეორე მოცემულმა ბურთის შენარჩუნებაზე გაკეთდა აქცენტი 20 წლის ბურთს საჯარიმოში გოშთელიანი რა შანსი მიიღო იბერიამ აქტელი საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველი ვნახოთ კიდევ ერთხელ კუციას ეს გადაცემა და შანსი რომელიც ამ შემთხვევაში გოშთელიანმა ვერ გამოიყენა დარტყმა ზუსტი გამოვიდა მაგრამ არაიმდენად ძლიერი რომ გიორგი ლორიას ამ ეპიზოდზე რეაგირება ვერ მოესწრო კუციას გადაცემა კი ცალკე აღნიშნულს ტიტულოვანი გახლავთ და ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს და შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორედ აქედან გამომდინარე ხარებაშვილის ჯერ ეს ეპიზოდი უნდა ნახოთ და მაკარიძის ჭკვიანური თამაში კიდევ ერთხელ განმეორებით გაითავისუფლა თავი დაარტყა ხო ხარებაშვილის მიერ გატანილი ულამაზესი გოლები გვახსოვს არაერთი გუნდის კარში და შესაბამისად მას ნამდვილადისთვის ეს უკვე ნათელია და კიდევ უფრო მეტი გუნდი თუ შეემატება ამ კონკურენციას რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო იქნება აქ შეიძლებოდა გვერახა გოლი ეს გადაცემაც გავიდა ღუდუშაური ჩვეულ სტილში უახლოვდება საჯარიმოს ჩააწოდა გადარჩა აქ დინამო გატანასთან ძალიან ახლოს იყო რაღაც განსაკუთრებული მწვავე მომენტი არ შექმნია ეს იყო პირველი მწვავე მცდელობა იბერიას მეშახტესთან და დინამო ბათუმთან ღუდუშაური და ლორია ეუფლება ბურთს ემოციაში მყოფი მაგრამ აქაც ახერხებს ბურთის შენარჩუნებას და ძალიან პერსპექტიული და დინამიური პასის განხორციელებას გიორგი ხარაიშვილი უკვე ყურადღების ცენტრში დინამოლთა 10-იანი გაითავისუფლა თავი და არტყა და იქნება კუთხური ძალიან კარგი კონტრიერში დინამოლთა შესრულებით და გოლი იყო მოსალოდნელი კიდევ ერთხელ განმეორებით მშვენივრად გაითავისუფლა 3 მეტოქის არსებობის მიუხედავად თავი აქ ხარებაშვილა და მე ნინუას ეს გამოზომილი და ზუსტი პასიც აღსანიშნავია საბოლოოდ გუნდი იხსნა სელიმოვიჩმა პრინციპში უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობისასაც უფრო შეთამაშებულად მოქმედებენ იგივე კონგოლო და სელიმოვიჩიც და კურდიჩი და კალანდაძეც ეს ბუნებრივია ამაზე ვისაუბრეთ რომ ჯერ უკან გადაცემა ნინუას შორიდან გიორგი მაკარიძე დაეუფლება ბურთს შეაკონტროლებდა დინამო ბურთს და გაცილებით უკეთ შეიძლებოდა ეს შეტევა დაგურგუნებული იმაში აქაც გამოაქვს ბურთი იბერიელებს და ეს იყო ამ შეხვედრის ბოლო ეპიზოდი საბოლოო შედეგია ის რაც ახლა ტაბლოზეა